მოგესალმებით, თქვენ უყურებთ GCRT-ის live-ს. ჩვენთან ერთად არის სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის თავმჯდომარე სამიდა ისმაილოვა. ამასთან ერთად ვისაუბრებთ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების ხელმისაწვდომობაზე ეთნიკური უმცირესობებისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ლაივი იმართება პროექტის ფარგლებში, რომელსაც ეწოდება ოჯახში და გენდერული ნიშნის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია GCRT ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. სამირა, მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხარ და ამ თემაზე უნდა ვესაუბრო. შენ ხარ ქვემო ქართლიდან, რეგიონიდან, რომელიც გამოირჩევა ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით, ხო? და რა თქმა უნდა, როცა ამ თემაზე ვლაპარაკობთ, ყველგან დგას ამ სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემა, მაგრამ განსაკუთრებულ ბარიერებს ვაწყდებით რეგიონებში, სადაც ენობრივი ბარიერიც არსებობს, ეკონომიკური ბარიერებიც უფრო მეტი აქვთ ქალებს, ხო? როგორც ვიცი, შენმა ორგანიზაციამ გასულ წელს განახორციელა პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა სწორედ ქალებისთვის ამ სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას და თქვენ ეხმარებოდით, რომ მიიღოთ ეს სერვისები. მოდით ცოტა ამ გამოცდილებაზეც რომ მოგვიყვე და კონკრეტულად რას გულისხმობდა ეს პროექტი და რატომ ჩათვალეთ, რომ სწორედ ამ პრობლემას შეხებოდით და მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ჩვენი გამოცდილების, როგორც სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის, ჩვენი გამოცდილების გაზიარების საშუალება გვაქვს და ნამდვილად GCRT-ს და ქალთა ფონდს გვინდა უთხრათ მადლობა, ვინაიდან ეს იყო პირველი ესეთი მკაფიო ნაბიჯი ჩვენს რეგიონში, როდესაც ჩვენ ცოტა აბუდადებულ სერვისებზე დავიწყეთ საუბარი და ჩვენი პრიორიტეტი ამ შემთხვევაში იყვნენ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, ჩვენ მუშაობდით სოფლად მცხოვრებ ქალებთან, განსაკუთრებით ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან, ვინაიდან ისედაც ზოგადად არსებობს გარკვეული სტიგმა, სტერეოტიპები, რომ ვთქვათ, რაღაცა მიზეზების გამო არ სარგებლობენ თუ ვერ სარგებლობენ ამ სერვისებით და ბუნებრივია ესეც ჩვენთვის იყო საინტერესო რეალურად. ეს სერვისები არის ხელმისაწვდომი მოქალაქისთვის და ის არ სარგებლობს ამ სერვისით, თუ რეალურად არსებობს რაღაც დამატებითი სხვა ბარიერები, რაც ამ ხელმისაწვდომობას თავის მხრივ აფერხებს. ჩვენ უკვე 2 წელია, როგორც სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა, მუშაობთ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე და ასევე ამ საკითხების ადვოკატირებაზე. დღეს უკვე სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა 2 მუნიციპალიტეტში, მარნეულის მუნიციპალიტეტში და ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ სერვისების ინტეგრირებაზე და დამატებითი, ვთქვათ, ხელშეწყობის ბერკეტებზე ვაწარმოებთ ადვოკატირებას მუნიციპალურ დონეზე და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უკვე გამომდინარეობს იქიდან თუ რა გამოცდილება მივიღეთ მანამდე. მე მინდა აღნიშნო, რომ ზოგადად როცა ვსაუბრობთ რაღაც გარკვეულ სერვისებზე, განსაკუთრებით რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ, რა თქმა უნდა, მაშინ როცა ქვემო ქართლში ჩვენ აქტიურად ამ საკითხზე დავიწყეთ მუშაობა, მეც ვთვლიდი და მეგონა და მიმაჩნდა, რომ ენობრივი ბარიერი, რაღაცა თემის ცოტა ჩაკეტილობა, მათ შორის გარკვეული სტერეოტიპები, ეს ქმნის დამატებით ხელმიუწვდომლობას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ სერვისების მიღებაში ხელს გვიშლის, ეს არის ზოგადად ეკონომიკური ვითარება, სოციალურ-ეკონომიკური ფონი, რომელიც ზოგადად ჩვენს ქვეყანაში დღეს არის და არსებობს, ეს არის ერთ-ერთი მთავარი და შემდეგ ბუნებრივი ამ ყველაფერთან არის პირდაპირ კავშირში, რომ სოფლად მცხოვრები ქალები ხშირ შემთხვევაში არიან ყოველდღიურ რუტინულ საქმიანობაში ჩართული, რაც არაანაზღაურებადი შრომაა ხშირ შემთხვევაში და მათ ძირითადად არ აქვთ თავიანთი ეგრეთ წოდებული პირადი შემოსავალი, რასაც სწორედ განაგებდნენ და თავიანთი ნება-სურვილის მიხედვით გადაანაწილებდნენ თუ რაზე დახარჯებდნენ. მათი შრომა ხშირ შემთხვევაში კონვერტირდება ოჯახის რესურსში, ხო, და ეს არის ოჯახის შემოსავალი და სწორედ ეს ქმნის დამატებით ბარიერს. მაგრამ ამასთანავე მინდა აღნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი
მომენტი. რა თქმა უნდა, ენობრივი ბარიერი ამ შემთხვევაში რჩება და არის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად და მესამე და ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანი ეს არის ლოკაციურად რამდენად ხელმისაწვდომია და რამდენად ახლოს მდებარეობს ზუსტად ეს სერვისები, რაზეც ჩვენ საუბრობთ. არა მარტო რეპროდუქციურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ზოგადად ხშირ შემთხვევაში სერვისები არის რაღაც ცენტრალიზებულად დედაქალაქში ან დიდ ქალაქებში და რაიონულ დონეზე თუ რეგიონალურ დონეზე ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი. ჩვენი პირველი გამოცდილება სწორედ GCRT-ის მხარდაჭერით იყო ის, რომ ჩვენ ინფორმაციული კამპანიები ვაწარმოებთ სოფლად მცხოვრები ქალებთან იმისთვის, რომ გაგვერკვია მაგალითად ჯანდაცვის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს სკრინინგის ეროვნული ცენტრი, რამდენად არის ცნობილი და რამდენად არიან სოფლად მცხოვრები და რეგიონებში მცხოვრები ქალები ინფორმირებულები ამ სერვისების შესახებ, რაც უფასოა. აი 25 წლიდან 70 წლის ასაკობრივი კატეგორიისთვის ბევრი აბსოლუტურად უფასო სერვისი არსებობს და ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ არა მარტო ეთნიკურ უმცირესობებში, ზოგადად ჩვენს რეგიონში ინფორმაციული ნაკლებობა დაფიქსირდა ამ მიმართულებით. მეორე ასევე მნიშვნელოვანი აღსანიშნავი ფაქტორი იყო ის, რომ სანდოობა პროგრამების მიმართ, როდესაც ჩვენ საუბრობთ უფასო სერვისზე, რა თქმა უნდა, აქ დამატებითი კითხვის ნიშნები ჩნდება, თუ რატომ არის ეს სერვისი უფასო, ვინ ახორციელებს და აქაც დავინახეთ, რომ ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ადამიანები ან თუნდაც ამ მიმართულებით ჩართული ადამიანები არასაკმარის ინფორმაციას აწვდიან და ჩვენ ბუნებრივია პროექტის მსვლელობისას და ბენეფიციარებთან შეხვედრის ფარგლებში აბსოლუტურად შევცვალეთ ჩვენი ტაქტიკა, იმიტომ რომ უფასო სერვისი და უფასო ზოგადად დედამიწის ზურგზე არაფერი არ არსებობს, ხო? ვიღაცა აუცილებლად იქთის ამის საფასურს და ჩვენ ვცდილობდით დეტალურად აგვეხსნა ბენეფიციარისთვის, რას გულისხმობს ეს უფასო სერვისი, რომ ეს არის პრევენციაზე ორიენტირებული, რაც არის დაფინანსებული საერთაშორისო ორგანიზაციების, პარტნიორების, სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, რომ სწორედ პრევენციაზე იყოს ორიენტირებული და სახელმწიფოს ბევრად უფრო იაფი დაუჯდეს ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა. ხო, ზოგადად ახლა ჩვენ რო ვიყოთ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, ხო, რუტინული გამოკვლევები 6 თვეში ერთხელ, წელიწადში ერთხელ რომ შეგვეძლოს, ხო, ეს ყველაფერი არის ჩვენთვის დღესდღეობით ფუფუნების საგანი, რომ მივიდეთ კლინიკებში და ჩავიტაროთ რუტინული რაღაც გარკვეული გამოკვლევები. დიახ, ეს არის ფუფუნების საგანი დღეს და ჩვენ ჯერჯერობით ამის კულტურა მთლად ბოლომდე არ გვაქვს ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ ეს დამატებითი ზოგადი სოციალური ფონი ბუნებრივი ამ ყველაფერს ართულებს და ამიტომ ხშირად ბენეფიციარებისთვის ახსნა გვიწევდა თუ რატომ არის ეს სერვისი უფასო და რატომ უნდა ისარგებლონ და ზუსტად თქვენს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში 400 გამოკვლეული პაციენტიდან 800 ქონდა ძუძუს კიბო დაუდგინდა, აქედან 4 პაციენტს აბსოლუტურად უსიმპტომოდ და 38-მდე ქალი იყო, რომლებსაც სხვადასხვა პათოლოგიები აღენიშნებოდათ საშვილოსნოს ყელის სიმსივნური დაავადებებთან მიმართებით. ეს ზოგად ტენდენციასაც გვიჩვენებს და მათ შორის შემდეგ უკვე პროგრამის მიმართ ინტერესიც გაიზარდა სანდოობას, უკვე არსებობდნენ თითქმის ყველა სოფლიდან არსებობდნენ კონკრეტული ადამიანები, მათთვის ცოცხალი მაგალითები, გადარჩენილი პაციენტები და რომლებმაც ისარგებლეს ამ პროგრამით და ნახეს ძალიან დიდი სარგებელი. და შემდგომ უკვე რა თქმა უნდა მათი მხრიდან ხდებოდა ჩვენთან დაკონტაქტება, ინტერესი, როდის გაგრძელდება მსგავსი პროექტები და ბუნებრივია ადვოკატირების კამპანიის წარმოების იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა და დღეს უკვე ჩვენი ორგანიზაცია ექსპერის დაფინანსებით ორ მუნიციპალიტეტში როგორც აღნიშნე ამ საკითხის ადვოკატირებით ვართ დაკავებული და მე მგონი ძალიან
წარმატებულად დასრულდება ეს ორი მაგალითი და ქვემო ქართლის მაგალითზე ძალიან მალე, ალბათ დეკემბრის თვეში უკვე ჩვენ დავიწყებთ პარტნიორ ორგანიზაციასთან Generation I-თან ერთად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იგივე სპეციფიკაა. როდესაც ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა, აღმოვაჩინეთ, რომ ეს იქნება სამცხე-ჯავახეთი, ეს იქნება ქვემო ქართლი, ეს იქნება იმერეთი, გურია თუ ნებისმიერი სხვა ლოკაცია, ჩვენ ხედავთ სამ მთავარ პრობლემას. ეს არის ფინანსური მდგომარეობა, ეს არის ლოკაციური სიშორე, რამდენად ხელმისაწვდომია და აქვე ვხედავთ, რომ ერთჯერადი კამპანიები, რომელიც მაგალითად ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, როგორიც არის ტარდება, არ არის საკმარისი რომელიმე დაავადების პრევენციისთვის და სწორედ ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ მუნიციპალურ დონეზე დაინერგოს, თუნდაც სიმბოლურად ჩაიწეროს, რომ 100 ქალს ყოველწლიურად, რაც გარკვეულ სურათს მოგცემს იმ შედარებისთვისაც და ძალიან ბევრ ახალ პაციენტს ექნება საშუალება, რომ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიკლიოს და აკონტროლოს კიდევაც და მგონია, რომ ის გამოცდილება, რაც ქვემო ქართლში მივიღეთ, იგივე მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის კუთხით, თუ როგორ შეიძლება პოზიტიური პრაქტიკა გამოვიყენოთ იგივე სამცხე-ჯავახეთში, მიმაჩნია, რომ ალბათ იქაც გვექნება გარკვეული წარმატება და ეს წარმატება იქნება უშუალოდ მომდევნო წლების თვითმმართველობის ბიუჯეტში ჩაწერილი კონკრეტული ჩანაწერი, სადაც გაჩნდება ჩანაწერი, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზდის მიზნით რაღაცა X თანხაზეა საუბარი, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალები საკმაოდ ეფექტურად გამოიყენებენ. Რა თქმა უნდა, ეს მოიაზრებს როგორც ინფორმაციული კამპანიის წარმოებას, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საინფორმაციო კამპანიების, სწორი საინფორმაციო კამპანიების წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია. Იმიტომ რომ ჩვენ, როდესაც გავედით ველზე და სოფლებში სამუშაოდ, აღმოვაჩინეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს და მათ შორის სკრინინგის ეროვნულ ცენტრსაც არ ქონდა არც ერთი, არც ბეჭდური, არც ვიდეო მასალა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ენებზე იქნებოდა. აქ არის მნიშვნელოვანი რამდენად საკმარისი არის, ან არსებობს თუ არა საერთოდ მასალები? არ არსებობდა, მინდა გითხრათ, რომ არ არსებობდა, შემდეგ დაინერგა გარკვეული პრეცედენტები მოხდა და დაინერგა ითარგმნა გარკვეული მასალა, მაგრამ არ არის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საკმარისი. მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ გარკვეული გაუცხოება პროგრამების მიმართ არსებობს, ალბათ ესეთი მნიშვნელოვანი უფასო სერვისები, უფასოზე მით უმეტეს, რომელიც სახელმწიფოში ისედაც უკვე არსებობს, ხო, რაღაც ახალის შექმნა მისმის, რომ ხანდახან შეიძლება იყოს ბევრად რთული, მაგრამ არსებულის კიდევ უფრო სრულყოფილად გარდაქმნა არის ბევრად უფრო მარტივი, უბრალოდ ამისთვის არის ხოლმე ხანდახან საჭირო ნება და იმ რეკომენდაციების სხვადასხვა მხრიდან დანახული გარკვეული ნიუანსების დანახვა და რეკომენდაციების მიმღებლობა, რომ შეგვეძლოს რეალურად გააზრება და ხანდახან ვიყოთ კიდევაც თვითკრიტიკულები, რომ ის საჭიროებს თუ არა. აქვე აღსანიშნავია სამედიცინო დაწესებულებებში, ხო, სადაც არის ეს სერვისები ინტეგრირებული, დამოკიდებულება თვითონ ეთნიკური უმცირესობების მიმართ განსაკუთრებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში მაქვს ხშირი შემხებლობა და მინდა გითხრათ, რომ მეტწილად, რა თქმა უნდა, არა ყველგან, მაგრამ მეტწილად მაინც არის ეს დისკრიმინაციული გარკვეულწილად მიდგომა, ტერმინოლოგიის გამოყენება, თვითონ ქცევაში, ქმედებაში, მომსახურეობის მიწოდების მხრივაც აბსოლუტურად განსხვავდება, რა თქმა უნდა, არც ერთ პაციენტს არ აქვს რანაირი ეთნიკური მიკუთვნება, ხო? ის რომ მიდის სადღაცა კლინიკაში რაღაცა სერვისის მისაღებად და მნიშვნელოვანია, რომ მსგავსმა დაწესებულებებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობ სრულფასოვანი სერვისის მიღებაზე, ხო? მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ
რამდენად ახლავს, მაგალითად ჩვენ ვიცით რომ ენობრივი ბარიერი ჯერ კიდევ რჩება ხო პრობლემად და რომელიმე პაციენტი მიდის სერვისის მისაღებად. არ არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ეს სერვისი სრულფასოვანი, იმიტომ რომ ან იყენებენ ვთქვათ მესამე ენას, ხშირ შემთხვევაში რუსულს, რომელიც უკვე არაპოპულარულია და არ არის განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში განსაკუთრებით აღარ არის ეს რუსული პოპულარული და არ საუბრობენ ხშირ შემთხვევაში და ან არ არიან პერსონალში ინტეგრირებული ეთნიკური მიწესოების წარმომადგენლები, რომლებიც თქვათ სრულფასოვნად უთარგმნიან დიაგნოზს, უთარგმნიან იმ ნიუანსებს, რაც მნიშვნელოვანია და ეს ხდება რაღაცა ზედაპირული ზოგადი ინფორმირება და ხანდახან მაგალითად ვხედავთ ხოლმე მომენტებს, როდესაც პაციენტები არ არიან სრულფასოვნად ინფორმირებული თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რა თქმა უნდა, ესეც ართულებს ზოგად პროცესებს. ხო, ну, კი ბატონო, მე ჩემთვის მე როგორც ვუყურებ განსაკუთრებით აი ამ ბოლო ორ წელიწადში რაც დავინახე, რომ ზოგადად პროგრამების მიმართ და ზოგადი კულტურა, ეს რუტინული გამოკვლევების ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. აქ არ არის საუბარი არც ეთნიკურ აზერბაიჯანელზე, არც სომეხზე, არც ქართველს, ზოგადად არ გვაქვს ამის კულტურა და კიდევ ერთხელ აღნიშნე, რომ ეს გარკვეულწილად ფუფუნება და ალბათ საჭიროა ამის კულტურის დანერგვა. თუნდაც იმ უფასო პროგრამების გამოყენებით, რაც უკვე არსებობს. რა თქმა უნდა, ის რაც არსებობს, ისიც არ არის საკმარისი. ხანდახან მაგრამ სულ ასე ვთქვათ, სრულ ვაკუუმში და სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნას და ვთქვათ, აი ამ რაღაცა ელემენტარული სიკეთეების მიღმა დარჩენას, რა თქმა უნდა, ჯობია რომ მინიმალურად მაინც ვიყოთ მოქნილები ამ პროგრამების მიმართ. განსაკუთრებით მე მინდა აღვნიშნო, რომ აი გენდერული საბჭოები, რომლებიც მუნიციპალურ დონეებზე ფუნქციონირებენ და ჩვენ მოვახერხეთ მათი დაინტერესება, ჩართულობის უზრუნველყოფა უშუალოდ ჩვენს პროექტებში და შევძელით რეალურად მათთვის ამ საკითხის ჩვენება და დღეს მაგალითად ბონისის მუნიციპალიტეტში, როდესაც ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა, ჩვენ უკვე ვხედავდით საკრებულოს წევრებში ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი თანამოაზრეები გახდნენ, ვინაიდან თვითონ ამ ველზე ჩვენთან ერთად იმუშავეს, დაინახეს პაციენტების და ბენეფიციარების საჭიროება და აქ უკვე ჩვენი ინტერესები, რა თქმა უნდა, სრულ თანხვედრაში მოდის და ესეთი თანამშრომლობა მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ეფექტურიც არის თავისთავად. მადლობა სამირა. მე მაინტერესებს, რამდენად ფიქრობ, რომ უფრო სისტემური მიდგომა არის საჭირო და დაუშვათ განათლების კუთხითაც სკოლა რამდენად უნდა იყოს ჩართული და უშუალოდ ადრეულ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების კუთხით, ვიცი რომ ძალიან ტაბუდადებული თემა არის საერთოდ სექსუალური და რეპროდუქციული განათლების რაღაცნაირად ინტეგრირება სასწავლო პროცესში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმაც რაც თავიდანვე იცოდნენ ხო და თქვენს რეგიონში განსაკუთრებით ძალიან დიდ გამოწვევას წარმოადგენს ხო ბავშვთა იძულებითი ქორწინება, ადრეული ქორწინება და ნაადრევი მშობიარობებიც, რომელიც შემდეგ რაღაც ორსულობის გართულებთან, სამშობიარო ტრავმებთან და ასე შემდეგ არის დაკავშირებული, რაც შემდეგ დამატებით სექსუალურ და რეპროდუქციულ პრობლემებს. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ მართლაც ასეა. მე ვერ ვიტყვი რომ იცით რა არის, მე მგონია რომ ხანდახან ჩვენ ზედმეტად ვართულებთ მოცემულობებს იმ ხრივ რომ გონია რომ ყველა თემა რაღაც ტაბუდადებულია. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ამ საკითხს სკოლებში შევიტანთ, ან სკოლის მოსწავლეებთან, ან მათ მშობლებთან დავიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას, რომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობაზე შეიძლება თვითონ ტერმინოლოგია არასწორად მოხვდეთ ყურში და აი აქ გაგვიჩინოთ რაღაც გარკვეული სირთულეები. ხო, ალბათ თემთან მუშაობის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ სიტყვებს, ტერმინოლოგიას, თუ შესაძლებელია რომ ალტერნატიული რაღაც გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სწორი დაინტერესება თემის შევძლოთ, აბსოლუტურად მოყვებიან თემი. მაგალითად, ჩვენ პირველი პროექტის ფარგლებში
1200-მდე ქალს შევხვდით, რომლებიც დღეს ხო არიან მათ შორის დედები და მათ ყავთ სკოლის მოსწავლე შვილები და მინდა გითხრათ, რომ ბევრმა მათგანმა ხო ზოგადად იმუნიზაციის მიმართ ჩვენი საზოგადოება როგორ არის განწყობილი, ძალიან კარგად ვიცით, ხო არც ისე პოზიტიურად. პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის თემასთან დაკავშირებით ჩვენთან რეკავენ, გადიან კონსულტაციებს, ვინაიდან ჩვენი საინფორმაციო კამპანიების დროს, როდესაც ხვდებოდით ქალებს, ჩვენ არა მარტო სერვისზე ვესაუბრებოდით, არამედ მანამდე პრევენციულად რამ შეიძლება მათ ჯანმრთელობას დამატებით შეუქმნას, ვთქვათ, დაიცვას ისინი და საუბრობით მაგალითად მათ შვილებზე, რომ აი, ვთქვათ, მიმის გამო, რომ ვთქვათ, რო იყოს აცრილი პაპილომა ვირუსის ვაქცინით, რა დადებითი მხარეები შეიძლება ამ ყველაფერს ჰქონდეს და მაგალითად მათ უხსნიდით, რომ თავის დროზე მათ რომ თვითონ აი ეს ყველაფერი გამოევლოთ, ხო? შეიძლება ბევრად უფრო უკეთესი რეპროდუქციული კუთხით უკეთესი მდგომარეობა ჰქონდათ და მინდა გითხრათ, რომ აი იმ ქალებმა, რომლებმაც მართლა გამოიყენეს ეს სერვისი და იმ უკვე, როდესაც ჩვენს რეგიონებში დაიწყო იმუნიზაციის საკითხი პაპილომა ვირუსთან დაკავშირებით, ბევრმა თვითონ მოგმართა, რომ აი როგორ შეიძლება, რა ასაკიდან შეიძლება, რომ ბავშვები, გოგოები აოცრათ. შეიძლება ეს არ იყოს სასკოლო სივრცე, მაგრამ სკოლებსაც უნდა გქონდეთ ამისთვის მზაობა. მგონია ვთვლი, რომ არ არსებობს ტაბუ დადებული საკითხი, უბრალოდ შესარჩევია სწორი ტერმინოლოგია, შესარჩევია სწორი საკომუნიკაციო პირები, მათ შორის, რომ ის ადამიანები ძალიან ჩვენს რეგიონში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პერსონებს, ხო? ვინ ესაუბრებათ მათ და რამდენად სანდოა ეს ადამიანი მათთვის, რომ მოყვნენ შემდგომ უკვე რაღაცა ეტაპებზე და შესაძლებელია მსგავსი კამპანიების წარმოებაში, მათ შორის სკოლაში, თემში, რომ იყვნენ იმ თემისთვის მისაღები ადამიანების ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი, რომ მათთვის გასაგებ უფრო მეტი დეტალიზაცია შეეძლოს, უფრო მეტად ყველა კითხვაზე და რა თქმა უნდა, ეს ლეგიტიმურია, რომ ადამიანებს, როცა მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება საკითხი, უჩნდებათ დამატებითი უამრავი კითხვა და ეს ლეგიტიმურიც არის, რომ მიიღოს აბსოლუტური ყველა პასუხი ამ კითხვებს. ხო, რაც შეეხება ბავშვთა ქორწინებას და ბავშვთა მშობიარობის და პოსტტრავმულ და აი ბოლო თვეებში ძალიან გახშირდა, ზუსტად გახმაურებული საქმეები ჩვენამდე ბევრი მოდის. ეს კიდევ ერთხელ იმის მანიშნებელია, რომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობაზე და ზოგადად ცხოვრებაზე აუცილებელია საუბარი, იმიტომ რომ ბავშვების ასაკში მიღებული ტრავმები სამწუხაროდ შეიძლება ეს დარჩეს მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე, იყოს ისეთი ფონი, რომელიც სულ გავყვეს და ამიტომ ვინ იქამდე სანამ გარკვეულ გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებენ ან ზოგადად მივლენ აქამდე, რომ იყვნენ ინფორმირებულები ამ ყველაფრის შესახებ, მგონია რომ არ იქნება ურიგო. მაგალითად, როგორც აქამდე იყო ძალიან პოპულარული, ხო, რომ ჩვენ მესამე სექტორი, განსაკუთრებით გოგოებს სკოლებში ვასწავლედით, რომ აი, თუ ვინმე მათ უფლებებს არღვევს, სად უნდა დარეკონ, როგორ უნდა მოიქცენ. მე მგონი მეტნაკლებად ამ წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ აქ არის მეორე მხარე, ხო? არის ოჯახი და როდესაც ბავშვებს საუბრობ, ბავშვი ინდივიდუალურად ამ შემთხვევაში, ხო, მას რომ უნდოდეს 14 წლის ასაკში პაპილომა ვირუსის იმუნიზაცია ის გავლა, თვითონ ვერ გაივლის, ამიტომ ისევე როგორც იმ პირველ შემთხვევაში უფლებრივ ნაწილში, აქაც ჯანმრთელობის უფლებაზეა, რა თქმა უნდა, საუბარი, აქაც სამუშაოა უფრო მეტი თემში, სამუშაო უფრო მეტი ოჯახთან, რომ ოჯახის მზადყოფნა იყოს და ნება არსებობდეს. სხვანაირად, აი ამ ყველაფერს თავს ვერ დავძლებთ. იგივეა ბავშვთა ქორწინების საკითხთან მიმართებით, რომ თუ ჩვენ დღეს ახალგაზრდებთან და ბავშვებთან ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, მათ იციან თავიანთი უფლებები, მაგრამ სამუშაოა სკოლებთან, სამუშაოა მშობლებთან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ
არიან მათი უფლებად დამრღვევები, ან არიან მონაწილეები, უშუალო მონაწილეები პროცესების და ეს უკავშირი მნიშვნელოვანი, რომ ისინიც იყვნენ საკმაოდ კარგად ინფორმირებული ამ ყველაფრის შესახებ. შეიძლება თვითონ უბრალოდ ალტერნატიული კარგი გამოსავალი და გზა თავის დროზე არ ქონდათ და ეს არის მათი გადმოსახედიდან პერსპექტივა იმ ბავშვისთვის, მაგრამ სამუშაოა ყველაზე მეტად ოჯახებთან ამ მიმართულებით. რეპროდუქციული ჯანმრთელობაც ამ შემთხვევაში არ არის არავითარ შემთხვევაში გამონაკლისი. ერთ-ერთი ნაწილია, ხო და შეჯამების სახით რო ვთქვათ, ხო მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს რაღაც სისტემური მიდგომა და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები და არაფორმალური გზით არ ხდებოდეს ხო ინფორმირება ადამიანებს და ეს კამპანიებიც რაც არსებობს, როგორც ვთქვით, არ არის საკმარისი, არ აქვს სისტემური მიდგომა, სისტემის ყველა რგოლი არ არის ამაში ჩართული. იცით, გეთანხმებით, ყველაფერს სჭირდება სისტემური მიდგომა. ჩვენ როგორც მესამე სექტორი შეიძლება რომ რაღაცა ნიუანსები დავინახოთ, მივიტანოთ ამის შესახებ დავწეროთ, მაგრამ სისტემური მიდგომა, ხო, იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ხელთუფლო სახელმწიფო ინსტიტუციებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, აქვთ უფრო მეტი ფინანსური რესურსიც, ადამიანური რესურსიც და მათ შორის პოლიტიკის დონეზე, ვინც იღებს გადაწყვეტილებას, რომ რა არის საჭირო, ხო? ჯანდაცვის პოლიტიკა როგორი უნდა იყოს რეგიონების მიხედვით არ შეიძლება ყველაფრის განზოგადება, ხო? ყველაფერს აქვს თავისი სპეციფიკა და აი აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს პროგრამების თუ სტრატეგიის შემუშავება, ხო? შეიძლება ის რაღაც რაც შევქნათ, ვთქვათ, ბათუმისთვის არ იმუშავოს ბოლნისში, ან პირიქით, ბოლნისში იყოს საკმაოდ კარგი წარმატებული პრაქტიკა და ამან არ იმუშავოს, ვთქვათ, იგივე სხვა მუნიციპალიტეტში. და სისტემური მიდგომა და ხანგრძლივობა არის, ანუ სტაბილურობის განცდას რაც გვიჩვენს, რომ ეს საკითხი დგას, ხო, როცა ვსაუბრობთ ჯანმრთელობაზე და განათლებაზე განსაკუთრებით, მე მგონია, რომ აი ამის შედეგებს ერთ დღეში, ერთ წელში, ორ წელიწადში ვერ მივიღებთ. ეს არის ის პროცესები, რომლის უკავშირი იქნება აუცილებლად იქნება, მაგრამ ეს იქნება ხანგრძლივ პერსპექტივაში. ამიტომ ხანგრძლივად უნდა იყოს და უნდა არსებობდეს ესეთი საკითხების მიმართ ინსტიტუციური მეხსიერება, ხო? რაღაცა კარგი პრაქტიკა შეიქმნა, რომ იყოს ხანგრძლივად, რომ თქვათ, მინისტრები რო შეიცვლებიან, სამსახურების უფროსები რო იცვლებიან, ეს პროგრამები რო არ ანუ მეორე ხარისხოვანი არ ხდება. თუ არის ეს განსაზღვრული პრიორიტეტი მინიმუმ 3 წლის განმავლობაში უნდა რჩებოდეს პრიორიტეტად მინიმუმ აი იმ პერიოდით, რადგან ვართ შეთანხმებული. ნუ რა თქმა უნდა, ერთჯერადი კამპანიები კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და არის საჭირო უფრო სისტემური მიდგომა, რომ კვარტალში ერთხელ, წელიწადში 5 ჯერ, არ ვიცი, რაღაცა კონკრეტული ერთჯერადი აქციები შეიძლება უფრო მახასიათებელია ამ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორისთვის, ხო, უფრო რაღაც დონორებზე დამოკიდებული შეიძლება რაღაცა კამპანიური სახით რაღაცა ჩაატარო, მაგრამ მაშინ, როდესაც ზოგად სისტემურ საკითხზე ვსაუბრობ, მნიშვნელოვანია მდგრადობა ამ პროცესში, რომ მუდმივად მე რომ მეცოდინება, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში წელიწადში 3 ჯერ მსგავსი აქტივობა ყოველწლიურად ტარდება, მე უკვე მეცოდინება, როგორც მოქალაქეს ვიქნები ამის შესახებ და მხოლოდ შექმნაც რაიმე მექანიზმის არ არის საკმარისი. მექანიზმი ეფექტურად ითვლება მაშინ, როდესაც შევქმენი და ეს მექანიზმი მუშაობს. ნიშნავს იმას, რომ ბენეფიციარები და ადამიანები, ვიზეც არის გათვლილი, აკითხავენ, იყენებენ, მაშინ ითვლება ეს ყველაფერი და ეს უნდა იყოს კომპლექსური, რა თქმა უნდა, შექმნა, ინფორმაციის მიტანა, ინფორმირება, ჩართულობის უზრუნველყოფა. ესე ცალ-ცალკე ვერ გამოვა ეს პროცესი ეფექტური. ხო, და აი თქვენი პროექტის მაგალითად ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ რეალურად შედეგი დადგა და საზოგადოება არის დაინტერესებული და მზად არის ამ თემების მისაღებათაც და მზად არის რომ მიიღოს ეს სერვისებიც და დაინტერესდეს ამ თემებით მეტად, მაგრამ არსებობს რაღაცა ცალკეული შემთხვევები, ძირითადად არასამთავრობო სექტორი,
იღებს თავის თავზე არაფორმალურ განათლებას თუ ასე შემდეგ და არსებობს სისტემური მიდგომა და ამიტომ ჩვენ დიახ, ამიტომ ინტერესება ჩვენ დღეს გამიწვია პროექტის შემდეგაც ქალებში რომ მიიღოთ ეს სერვისები კიდევ კი ხო და ბატონო, ჩვენ ამიტომ ვაგრძელებთ, ანუ ამას რომ არ ქონოდა რაღაც ერთჯერადი კამპანიური სახე, თქვა, თუნდაც არ აქვს მნიშვნელობა, ხო, 6 თვის თუ 7 თვის 1 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტთან ერთად რომ დასრულებულიყო, სწორედ მიზანი იყო ეს და ჩვენ გავაგრძელეთ ამ საკითხზე მუშაობა იგივე იმ კონკრეტულ ბოლნისის მუნიციპალიტეტში თუ რა საჭიროება დგას და მათ შორის მაგალითად ამ საკითხს არა მარტო ჩვენ ვაყენებდით, ხო? მე აღმოჩნდა რომ უკვე ცალკეული მუნიციპალური სამსახურები თუ სტრუქტურები მაშინ, როდესაც მოსახლეობას ხვდებოდნენ, ხო? ეს ერთ-ერთი იყო ეს საკითხი, რომელიც წინ წამოიწია და მე მიხარია რომ დღეს ამ საკითხის აქტუალიზაცია მოხერხდა ქვემო ქართლის რეგიონში. მე რამდენადაც ვიცი, ორ მუნიციპალიტეტში ადვოკატირების კამპანიას ჩვენ ვაწარმოებდით და ერთ მუნიციპალიტეტში, როგორც არის მანისის მუნიციპალიტეტი ამ შემთხვევაში, იგივე ამ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებთან დაკავშირებით ადვოკატირების კამპანიას აწარმოებდა სხვა ორგანიზაცია და ვთვლი რომ ეს არის პოზიტიური მაგალითი, როგორ შეიძლება რომ შედგეს თანამშრომლობა და როგორ შეიძლება ვთქვათ ეს პრაქტიკა იყოს გამოყენებული სხვა მსგავს რეგიონებშიც მათ შორის. უკვე იქ აღარ არის ანუ მოკვლევის დონეზე ხო ცხადია, პრობლემები იგივეა, ენობრივი ბარიერი, ჩაკეტილობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, ახალი ველოსიპედის გამოგონება ამ შემთხვევაში აღარ გვჭირდება და ამიტომ მაგალითად საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ არის უკვე დაფინანსებული ჩვენ ან თანამშრომლობთ ამ შემთხვევაში Generation I-თან, რომელიც სომხურ თემთან მუშაობს ძირითადად და ჩვენ ამ ქვემო ქართლის გამოცდილებას უკვე ვეცდებით რომ იქ დავნერგოთ და მიმაჩნია რომ სწორედ ესეთი თანამშრომლობით კარგი პრაქტიკების ერთმანეთთან გაზიარების არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე, არამედ მუნიციპალურ დონეზე ყოველთვის მოგცემს კარგ შედეგებს აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა სამირა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს უსურვებთ თქვენს ორგანიზაციასაც და ზოგადად ამ საკითხის უფრო პოზიტიური ცვლილებების კენი მეტია დაიცვრება. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა.